მიქაელის მისია. მესამე ლექცია. გუშინ წინ მოგახსენეთ, რომ ჩვენ, როგორც კაცობრიობის წევრები, ცხოვრობთ იმ სფეროში, რომელიც ევოლუციის მეოთხე სფეროს განეკუთვნება. ჩვენთვის ცნობილია, რომ დედამიწის განვითარება სატურნიდან დაიწყო. მას მოჰყვა მზის განვითარება, შემდეგ მთვარის და ბოლოს საკუთრივ დედამიწის განვითარებამ დაიდო დასაბამი. თუკი გავითვალისწინებთ დედამიწის განვითარების ამ 4 თანმიმდევრულ საფეხურს, რომელსაც რა თქმა უნდა კაცობრიობაც განეკუთვნება, ჩვენ უნდა განვიხილოთ ადამიანი იმდენად, რამდენადაც იგი თავის მიერ არსებას წარმოადგენს. აქვე უნდა განიმარტოს, რომ გამონათქვამი ადამიანის თავი არის სიმბოლური განსაზღვრება ყოველივე იმისა, რაც ადამიანის გარეგრძნობად აღქმებს და ინტელექტს ეკუთვნის. და რაც თავის მხრივ ადამიანის სოციალურ ცხოვრებაში გარეგრძნობადი აღქმების და გონების მეშვეობით შთამოიღვრება. ასე რომ ყოველივე ის, რასაც ადამიანი თავისი განვითარების მანძილზე ახორციელებს როგორც გარეგრძნობადი აღქმების მატარებელი მოაზროვნე არსება, ერთიანი სიმბოლური განსაზღვრებით უნდა გარეშე მოიწეროს. ამიტომ, როდესაც ვლაპარაკობთ ადამიანზე როგორც თავის მიერ არსებაზე, ეს გახლავთ ერთგვარი ხატოვანი ფორმა, რომელშიც ნაგულისხმებია ის, რაც ზემოთ მოგახსენეთ. ხშირად სრულიად ანგარიშმიუცემლად ვაცხადებთ, რომ ჩვენ, როგორც ფიზიკური ადამიანები, ჩვენს გარემომცველ ატმოსფეროში ვცხოვრობთ. მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ატმოსფერო ჩვენვე გვეკუთვნის. განაჰაერი, რომელიც ახლა აი ამ წუთს ჩვენს ფილტვებშია რაღაც წამების წინ ჩვენს გარეთ არ იყო, ჩვენთვის წარმოუდგენელია ამ ატმოსფეროს გარეშე არსებობა, მაგრამ რატომღაც დავეჩვიეთ, რომ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ჰაერი, წყალი და ასე შემდეგ, მხოლოდ თანამედროვე ყაიდაზე უნდა ვიმსჯელოთ და ვილაპარაკოთ. ეს არ არის სწორი. დღეს ალბათ უცნაურობაში ჩამოგვართმევენ, თუ კი ჰაერზე სეირნობისას ვიტყვით, რომ ჩვენ მოგზაურობთ იმ სფეროში, რომელიც უზრუნველყოფს სასიცოცხლო პირობებს ჩვენთვის, ანუ არსებათათვის, რომელთაც აქვთ გარეგრძნობადი აღქმები, რომლებიც აზროვნებენ. ერთი სიტყვით, გააჩნიათ ყოველივე, რაც ზემოაღნიშნული განსაზღვრების თანახმად თავის მიერ არსებას ახასიათებს. მაგრამ როგორც უკვე მოგახსენეთ, ეს მხოლოდ ერთ-ერთია იმ სფეროთაგან, რომლებშიც ჩვენ ცხოვრობთ. რამე თუ ადამიანი ერთდროულად სხვადასხვა სფეროებში იმყოფება. ახლა კი მოდით განვაგრძოთ იმ სფეროს განხილვა, რომელსაც ადამიანისთვის პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს. ამასთან ერთად, მხედველობაში ვიქონიოთ ისიც, რომ ჩვენ ადამიანები მეოთხე სფეროში ვცხოვრობთ მას შემდეგ, რაც დედამიწამ თავისი განვითარების წინა 3 სტადია გაიარა. მოდით წრეხაზით გამოვხატოთ სფერო, რომელშიც დღევანდელი ადამიანი ცხოვრობს, ანუ ევოლუციის მეოთხე სფერო. მაგრამ ისიც ვიცით, რომ ადამიანი ამასთანავე ევოლუციის სხვა სფეროშიც ცხოვრობს, რაკიღა ევოლუციის ხსენებული მერვე სფერო ადამიანის შემოქმედ სულიერ არსებებს განეკუთვნება, ისევე როგორც მეოთხე სფერო გვეკუთვნის ჩვენ. ესე იგი, მერვე სფერო ადამიანის შემოქმედი სულიერი არსებები. უკეთ უწამით მოვწყდებით ადამიანს და მზერას იმ არსებებს მივაპყრობთ, რომლებიც იერარქიული წესრიგის თანახმად ფორმის სულებად, ყოვლის არსებულის ფორმის შემოქმედ სულებად იწოდებიან, შეგვიძლია ვთქვათ, ჩვენ, როგორც ადამიანური არსებები, მაშინ მივახწევთ იმ სფეროს, რომელთანაც ჩვენი ღვთაებრივ შემოქმედი არსნი არიან დაკავშირებული, როდესაც დედამიწა გაივლის პლანეტარული განვითარების 3 მომდევნო სტადიას. ჩემს იდუმალთმეტყველებაში მოხსენიებულს, როგორც იუპიტერის სტადია, ვენერას სტადია, ვულკანის სტადია. ამის შემდეგ მერვე სტადიას მივახწევთ. ამრიგად ზემოხსენებული შემოქმედი არსნი, ფორმის სულები, განვითარების იმ საფეხურზე იმყოფებიან, რომელზეც ჩვენ, ადამიანები, ვულკანის შემდეგ განვიმაღლებთ. ეს მათი სფეროა და მათ განეკუთვნება, ისევე როგორც მეოთხე სფერო გვეკუთვნის ჩვენ, ადამიანებს. მაგრამ ეს სფეროები უნდა გავიაზროთ როგორც ურთიერთგამსჭვალავი, ერთი მეორეში თანერგილი. ამიტომ, როდესაც ვამბობთ ეს მერვე სფეროა, ისიც უნდა დავძინოთ, რომ ჩვენ ცხოვრობთ არა მარტო მეოთხე, არამედ მერვე სფეროშიც, რადგანაც ჩვენი ღვთაებრივი შემოქმედნი ჩვენთან ერთად ამავე სფეროში ცხოვრობენ. უკეთ აღნიშნულ მერვე სფეროს განვიხილავთ, აღმოჩნდება, რომ ღვთაებრივ შემოქმედი სულების გარდა იქ არიმანული არსებებიც ცხოვრობენ.
ასე რომ მერვე სფეროს გარემოცვაში ჩვენ ვიმყოფებით ჩვენს შემოქმედ ღვთაებრივ ძალებთან ერთად და იმავე დროს არიმანულ არსებებთან ერთად, ისევე როგორც მეოთხე სფეროში ჩვენთან ერთად ლუციფერული არსებებიც იმყოფებიან. ასეთი გახლავთ ვითარება ამ სულიერ არსთა განაწილების თვალსაზრისით. ზემოხსენებულ არსებათა საფუძვლიანი განხილვა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი ამ სფეროთა შესაბამის გარემოცვასთან თავად ადამიანის მიმართებებსაც გავაცნობიერებთ. ხელდასხმის მეცნიერების ანუ სულიერი კვლევის საფუძველზე ცხადდება, რომ ჩვენ, როგორც ევოლუციის მეოთხე სფეროში მცხოვრებ არსებებს, გაგვაჩნია აღქმის უნარი და ინტელექტი, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენს ინტელექტზე ლუციფერული ძალა მოქმედებს. ინტელექტის ცნებაში გარეგრძნობებსაც ვგულისხმობთ. ეს ლუციფერული არსებები შინაგანად არიან დაკავშირებული ინტელექტის იმ განსაკუთრებულ სახეობასთან, რომელსაც ადამიანი ჯერ კვლავ თავის საკუთარ ინტელექტად მიიჩნევს და როგორც საკუთარი აზროვნების უნარს, მას ეყრდნობა და ნიადაგ მასთან ფუსფუსებს. უნდა ითქვას, რომ ადამიანმა ინტელექტი მხოლოდ იმის წყალობით მიიღო, რომ უმაღლესმა არსმა, მიქაელმა, ლუციფერული არსებები დაამხო და ადამიანის სფეროში, მეოთხე სფეროში შთამოაქვევა წერია ინტელექტის იმპულსი, საკუთრივ ამით იქნა განპირობებული. ესე იგი გამოდის, რომ ადამიანმა ინტელექტი რისი წყალობით მიიღო? იმის წყალობით, რომ უმაღლესმა არსმა, ანუ მიქაელმა, დაამხო ლუციფერული არსებები და ეს დამხობილი ლუციფერული არსებები შემოიტანა ადამიანის სფეროში და ინტელექტის იმპულსი ამით იქნა განპირობებულიო. თქვენ შეიძლება შეიგრძნოთ, რას ნიშნავს კაცობრიობისთვის ინტელექტის ეს იმპულსი, თუ კი ყურადღებას მიაპყრობთ ამჟამინდელი ადამიანის ინტელექტის უპირადო ელემენტს. პირადული ინტერესები ადამიანთა ურთიერთშეხების საფუძველს წარმოადგენს. მეორე მხრივ, სწორედ პირადული ინტერესები განაკერძოვებს ადამიანებს. თუმცა ეს ინდივიდუალიზაცია ყოველთვის უკან იხევს ინტელექტის წინაშე. სადაც საქმე ინტელექტს, ლოგიკას ეხება, იქ ადამიანები თანასწორნი არიან და ანგარიშს უწევენ ამას. ეს თანასწორობა არ იარსებებდა კაცობრიობას მიქაელის მიერ გარდმოვლენილი ლუციფერული ზეგავლენა რომ არ განეცადა. როგორი საინტერესოა, ხედავ? ესე იგი, თანასწორობა განპირობებულია მიქაელის მიერ გარდმოვლენილი ლუციფერული ზეგავლენით. ადამიანები ასე იოლად იმიტომ ვუგებთ ერთმანეთს, რომ ლუციფერული სულიერებიდან წარმოსული საერთო ინტელექტი გვაქვს. ეს ლუციფერული სულიერება განაპირობა იმან, რომ მიქაელმა ადამიანი ლუციფერული არსით გამსჯვალა. კაცობრიობის ისტორიული ევოლუციის მანძილზე ლუციფერული ზემოქმედება სახეცვლილებას განიცდიდა. ამასთან პარალელურად ადამიანში კიდევ ბევრი სხვა ვითარდებოდა, მაგრამ დღემდე ამ ლუციფერულ სულიერებას, ინტელექტს რომ ვუწოდებთ, ბევრი ჩვენგანი ადამიანის ყველაზე ღირსშესანიშნავ უნარად მიიჩნევს. იმისთვის, რათა უკეთ გავიაზროთ ზემოთქმული, ჩვენი მშვენიერი მზერა უნდა მივაპყროთ რაღაც ისეთს, რაც ყველა მიწერ ადამიანს შეაკავშირებს, თუ კი ოდესმე მაინც მთელ დედამიწაზე განივრცობა. ეს გახლავთ ქრისტეს იმპულსი, რომელიც არსობრივად განსხვავდება ინტელექტის იმპულსისგან. ინტელექტის იმპულსი ჩადებულია რაღაც იძულებითი. თქვენ არ ძალგით კაცობრიობის ინტელექტი თქვენს პირად საქმედ აქციოთ. არ ძალგით ამა თუ იმ მოვლენაზე, რომელიც სერიოზულ გონივრულ განშას საჭიროებს, თქვენი პირადული მოსაზრების თანახმად ამა თუ იმ დასკვნის ნაუცბადელად გამოტანა. აფრთხილებშია, რომ ამის გამო შესაძლოა გიჟად შეგრაცხონ და მთლიანად ამოვარდეთ კაცობრიობის სოციალური ცხოვრებიდან. ესე იგი, თქვენი პირადული მოსაზრების თანახმად ამა თუ იმ დასკვნის ნაუცბადელად გამოტანა
ჩვენ არ ძალგვიც, მაგრამ ქრისტეს იმპულსთან გარდა პირადულისა, ვერავითარ სხვა მიმართებას ვერ მივაღწევთ. არსებითად ქრისტესთან ადამიანის მიმართებაში ვერავინ ჩაერევა, რამე თუ ეს მხოლოდ და მხოლოდ მისი პირადი საქმეა. მაგრამ იმის წყალობით, რომ ქრისტემ გოლგოთას მისტერია გაიარა და დედამიწის ევოლუციას დაუკავშირდა, ვითარება ისეთნაირად წარიმართა, რომ მიუხედავად ადამიანთა მიერ ქრისტეს იმპულსის განპირადებისა თუ მიკერძოებისა, იგი თავისთავად ყველასთვის ერთნაირი გახდა. ეს ნიშნავს, რომ ადამიანებს აერთიანებს რაღაც ისეთი, რასაც თითოეული ადამიანი თავისი ნებით და არა იძულებით, როგორც ინტელექტის შემთხვევაში, პირადულად მიიჩნევს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ქრისტეს იმპულსის წყალობით ყოველი ცალკეული ადამიანის ქრისტესთან მიმართება, უკეთ თუ ეს მიმართება სწორია და ნამდვილი, ისეთნაირად ფორმდება, რომ საბოლოოდ იგი ყველასთვის ერთნაირი ხდება. ასეთი გახლავთ სხვაობა ინტელექტის იმპულსსა და ქრისტეს იმპულსს შორის. ქრისტეს იმპულსი ერთიანია მთელი კაცობრიობისთვის და იმავდროულად უშუალოდ პირადული, ყოველი ცალკეული ადამიანისთვის. რაც შეეხება ინტელექტს, იგი პირადული თვისება, პირადული საქმე არ გახლავთ. როგორი იყო კონკრეტული ვითარება, რომელშიც ქრისტეს იმპულსი უნდა შემოსულიყო? ამ შეკითხვას წინა ლექციიდანაც გამომდინარე ვუპასუხებ. ჩვენ ვიცით, რომ ადამიანის თავის ევოლუცია რეგრესულ ფაზაში იმყოფება. თავთან მიმართებაში ადამიანი გარკვეულწილად მუდმივ მკვდომას განიცდის. ამრიგად შეგვიძლია გამოვკვეთოთ შემდეგი კოსმიური ფაქტი. მიქაელმა დასცა და ადამიანის სამყაროში შთამოაქვევა, ამ ზმნას ხმარობს ელიაყიფიანი, შთამოაქვევა ლუციფერული ამალა, ანუ შემოიყვანა. ზემოდან ქვემოთ რაღაც ესეთია, ხო, შთამოაქვევა. ადგილსამყოფელად ლუციფერულმა სულებმა ადამიანის თავი მიიღეს, მაგრამ ეს ის თავია მუდმივ მკვდომას რომ განიცდის. ამიერიდან ლუციფერულმა არსებებმა მთელი ძალისხმევა ადამიანის თავის მკვდომის წინააღმდეგ მიმართეს. აქ ჩვენ ადამიანის ბუნების იმოდით განვეცნობელი საიდუმლოს პირისპირ ვდგავართ, დედამიწაზე სხვადასხვა ფორმით რომ ცხადდებოდა და საბოლოოდ თითქმის მთლიანად დაიბინდა თანამედროვე ადამიანისთვის. ვითარდება რა მისთვის განსაზღვრული ღვთაებრივი ევოლუციის გზით, ადამიანი თავის თავში მკვდომის უწყვეს პროცესებს ატარებს, მაგრამ ამ პროცესის პარალელურად ლუციფერი ასევე უწყვეტად ანთებს მასში სიცოცხლეს. ლუციფერი ყოველწამიერ დაუცხრობლად იღწვის მთელი დანარჩენი ორგანიზმის მსგავსად, ცხოველყოს ჩვენი თავი და შეიძლება ითქვას, რომ იგი კიდეც გადააცდენდა ადამიანს ღვთაებრივი გზიდან ადამიანის თავისთვის ისეთივე ცხოველმყოფლობის მინიჭება, რომ ხელ ეწიფებოდა, როგორითაც გამოირჩევა ადამიანის დანარჩენი ორგანიზმი. სწორედ ამის წინააღმდეგაა მიმართული კაცობრიობის ევოლუციის ღვთაებრივი წარმმართველობა. ადამიანი ძირეულად უნდა იყოს დაკავშირებული დედამიწის ევოლუციასთან, რათა მისი შემდგომი განვითარების კვალ და კვალ მანაც გაიაროს იუპიტერის, ვენერას, ვულკანის ევოლუციები. ლუციფერის მიზანი რომ განხორციელებულიყო, ადამიანი მისთვის დასაბამიერ დასახულ განვითარების გზას აცდებოდა და იმ კოსმოსის მონაპოვარი და შემადგენელი ნაწილი გახდებოდა, რომელიც მთლიანად, მთელი სიგრძე სიგანით და მთელი თავისი არსით ინტელექტს გამოხატავს. ფიზიოლოგიის თვალსაზრისით ლუციფერი დაუცხრომლად ცდილობს ჩვენი დანარჩენი ორგანიზმიდან ამოზიდოს და თავისკენ გადაისროლოს ცხოვრებისეული ძალები. ხოლო ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ლუციფერი ნიადაგ იღწვის ჩვენი ინტელექტის შინაარსს, რომელიც სხვა არაფერია გარდა აზრების და ხატსახეებისა, სუბსტანციური ხასიათი შესძინოს. ახლა კი რაც ფიზიკურ ჭრილში წარმოვაჩინე, მშვენიერის პოზიციიდანაც განვმარტავ და მოგახსენებთ, რომ ლუციფერს აქვს მუდმივი ტენდენცია რეალური სუბსტანციური შინაარსით დატვირთოს ის, რასაც ჩვენსავე სამშვენველში ჩამოვქნით როგორც ერთგვარ ხატსახეს, თუნდაც მხატვრულს.
ამრიგად ლუციფერის ტენდენციაა ჩვეულებრივი მიწიერი რეალობით დატვიფროს ადამიანის აზრები და როგორმე მიაღწიოს იმას, რომ ჩვენ ადამიანებმა დავთმოთ სხვა ჭეშმარიტი რეალობა და ისეთ აზრობრივ ჭეშმარიტებაში დავიძიროთ, სადაც აზრი უბრალო აზრად კი არ რჩება, არამედ რეალობად იქცევა. ადამიანის არსებას გამუდმებით თანსდებს ეს ლუციფერული ტენდენცია. უზარმაზარ წარმოუდგენელ მონდომებას იჩენს ყველა არსებულ ხერხებსა თუ საშუალებებს მიმართავს ლუციფერი, რათა რეალობად აქციოს ჩვენი ადამიანური ფანტაზიები. სწორედ ლუციფერულ ტენდენციასთანაა დაკავშირებული ის შინაგანი მიზეზებიც, რომლებიც ადამიანის ავადმყოფობას განაპირობებს. ლუციფერის საქმიანობის გამოაშკარავება იგულისხმება ადამიანის დანარჩენი ორგანიზმიდან ცხოველმყოფელ ძალთა ამოზიდვა, თავის მუდმივ მომაკვდავ ძალთა გასაცოცხლებლად ფაქტიურად ყველა შინაგანი დაავადების დიაგნოსტირების შესაძლებლობას მოგცემს. ბუნებისმეტყველების და მედიცინის განვითარება ზემოაღნიშნული ლუციფერული ელემენტის შესწავლას უნდა ემყარებოდეს. მეცნიერების ასეთი შემოbrunება იმ ტენდენციებს განეკუთვნება, მიქაელს რომ შემოაქვს კაცობრიობის ევოლუციაში. სრულიად საპირისპირო არიმანული ზემოქმედება. არიმანი მერვე, ანუ იმ სფეროდან ზემოქმედებს, საიდანაც თავის გარდა მთელი ჩვენი ორგანიზმია შექმნილი. ეს ორგანიზმი სავსეა სიცოცხლით. მთელი თავისი ორგანიზაციით იგი სიცოცხლისთვის არის განსაზღვრული. და აი ამ ჯანსაღ სიცოცხლით სავსე ორგანიზმში შემოიჭრება არიმანული ძალები და ცდილობს სიკვდილის ძალებით გამსჭვალოს იგი. ცდილობს დანარჩენი ორგანიზმისკენ მიმართოს. მოზიდოს ის, რაც ღვთაებრივი მიზანდასახულობით ადამიანის თავისთვისაა განსაზღვრული. აი ასეთი მოარული გზით შემოედინება არიმანის შუამდგომლობით ადამიანში სიკვდილის ძალები მერვე სფეროდან. ამჯერად მე ეს პროცესი კვლავ ფიზიკური ჭრილში გავაანალიზე. შვინვერის ასპექტში იგივე პროცესი შემდეგნაირად წარმოჩინდება. ის, რაც მერვე სფეროდან ზემოქმედებს, უშუალოდ ადამიანის ნებელობაზე ვრცელდება და არა ინტელექტზე. მაგრამ ადამიანის ნებელობას საფუძვლად უდევს სურვილი. ნებელობა ყოველთვის შეიცავს სურვილის გარკვეულ ელემენტს. არიმანი დაუცხრომლად ცდილობს ამ სურვილში, საიდანაც სათავეს იღებს ნებელობა, ადამიანის პირადული ელემენტი შთანერგოს. რამდენადაც სურვილის არსში შეფარვით მოქმედებს პირადული ელემენტი, ადამიანის შვინვიერ ნებელობით მოღვაწეობას სიკვდილთან მიახლოების ერთგვარი ბეჭედი აზის. და შედეგად ღვთაებრივი იდეალების სანაცვლოდ, რომელთაც ჩვენვე უნდა მივცეთ შესაძლებლობა შემოაღწიონ ჩვენს არსებაში და გამსჭვალონ ადამიანური სურვილები და ნებელობა, სწორედ ჩვენ სურვილებს და ნებელობაში ჩვენ სურვილებსა და ნებელობაში პირადული ისადგურებს. ამრიგად ჩვენ მართლაც და წონასწორობის მდგომარეობაში ვიმყოფებით ლუციფერულსა და არიმანულ ელემენტებს შორის. ლუციფერულ არიმანულს ფიზიკურ სამყაროში ავადმყოფობა და სიკვდილი შემოაქვს. შვინვიერ სფეროში იგი ავითარებს იმას, რაც საბოლოო ჯამში ცდომილებაა, რამე თუ ჩვენ რეალობად მივიჩნევთ იმას, რაც მხოლოდ და მხოლოდ აზრთა სამყაროს წარმოდგენებსა და ფანტაზიების სამყაროს განეკუთვნება. რაც შეეხება სულიერ სფეროს, ამ მიმართებით ვნებები და ეგოიზმი კიდევ უფრო ღრმად მსჭვალავს ადამიანის არსებას. და აი ჩვენს თვალწინაა ადამიანის ბუნებასთან დაკავშირებული ლუციფერულ არიმანისეული ორწევრიანობა. მილტონის დაკარგული სამოთხის, კლოპშტოკის მესიადის და გოეთეს ფაუსტის მაგალითზე ნათლად იკვეთება თუ როგორ იტყუებს თავს თანამედროვე კაცობრიობა ამ ორწევრიანობის მიმართებით. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი გადაცდა დედამიწის განვითარების შუა ზღვარს და საბამიერ კაცობრიობის ევოლუცია იყო აღმავალი. შემდეგ მან თავის მწვერვალს მიაღწია და ამჟამად დაღმავალ ფაზაშია. სხვადასხვა მიზეზების გამო, რომელთაც დღეს არ შევეხებით, ბერძნულ ლათინური ეპოქის პერიოდში ერთგვარი წონასწორობის მდგომარეობა დამყარდა. ამის შემდეგ კი, როგორც აღნიშნეთ, კაცობრიობის მიწიერი ევოლუცია ჭეშმარიტად დაღმართ დაეშვა. დედამიწის ფიზიკური განვითარების უკუ პროცესი გაცილებით ადრე დაიწყო.
სახელდობრ იმ დროიდან, რომელიც წინაუძღოდა გამყინვარების პერიოდს, ანუ ჯერ კიდევ ატლანტიდის კატასტროფამდე. ეს ფაქტი არავითარ ახსნა განმარტებას და მტკიცებას არ საჭიროებს. გეოლოგებისთვის კარგადაა ცნობილი, ადრეც მithქვამს ამის შესახებ, რომ ჩვენ დავიარებით და ასე ვთქვათ ვეხებით დედამიწის ქერქს, რომელიც უკვე დაცემის სტადიაშია. Წაიკითხეთ თანამედროვე გეოლოგების საუკეთესო ნაშრომები დედამიწის ევოლუციის ისტორიაზე და თავად დარწმუნდებით, რომ დედამიწის ევოლუციის უკუ პროცესი ფიზიკური მეცნიერებისთვისაც კი რეალური ფაქტია. ნუ გვექნება იმედი, რომ ფიზიკურ სხეულებრივის აღმავალი განვითარების თუნდაც უმნიშვნელო ტენდენციას ჰქონდეს ადგილი. ჩვენ თავად უნდა მოვიპოვოთ ეს აღმავლობა. ხოლო ამისთვის აუცილებელია ვისწავლოთ იმის განჭვრეტა, რაც ადამიანის არსებას დედამიწის ევოლუციის შემდგომი მომავალი პლანეტარული ყოფიერებისკენ წარმართავს. ჩვენ უნდა ვისწავლოთ მომავალი ადამიანის ხედვა. ეს ნიშნავს ვიაზროვნოთ მიქაელის სულისკვეთებით. მე მინდა უფრო მკაფიოდ გამოვკვეთო, რას ნიშნავს სიტყვები ვიაზროვნოთ მიქაელის სულისკვეთებით. მოგიხსენებათ, რომ როდესაც ადამიანი თავისი ახლობლის ან ნაცნობის პირისპირ დგას, იგი მას მთლიანად მატერიალისტური შეგნებით აღიქვამს. ამ დროს იგი თავის გონების ყველაზე ინტიმურ სიღრმეებში ასე ამბობს: ჩემს წინაშეა სისხლხორციელი არსება. ეს არის ადამიანი, რომელიც მიწიერი ნივთიერებებისგან შედგება. იგივეს ვამბობთ ცხოველების და მცენარეების მიმართებით. მაგრამ ჩვენი აზრი მხოლოდ იმ შემთხვევაშია ჭეშმარიტი და სამართლიანი, როდესაც ადამიანის, ცხოველის ან მცენარის მინერალურ ბუნებას განსაზღვრავთ. ახლა კი მოდით განვიხილოთ ადამიანი მისი გარეგნული ერის, გარეგნული ფორმის თვალსაზრისით. ადამიანის გარეგნულ ფორმას, როგორც ასეც, ჩვენ სინამდვილეში ვერ ვხედავთ. ჩვენი ფიზიკური აღქმის უნარი ამის შესაძლებლობას არ გვაძლევს, ვინაიდან ადამიანის 90%-ზე მეტი სითხით, წყლითაა ავსებული. ფიზიკური თვალით ჩვენ ვხედავთ მხოლოდ მინერალურ სუბსტანციას, ადამიანის ფორმას რომ ავსებს. ჩვენ ვხედავთ მხოლოდ იმას, რასაც ადამიანი გარე მინერალური სამყაროდან იერთებს, ხოლო თავად ადამიანი, რომელიც ამ შეერთებას ახორციელებს, ჩვენთვის უხილავია. ჩვენ მას ვერ ვხედავთ. მართებულად მაშინ ვფიქრობთ, როდესაც საკუთარ თავს ვეუბნებით, ის რაც აქ ჩემ წინაშე დგას, წარმოადგენს მატერიის ნაწილაკებს, რომლებიც ადამიანის სულიერმა ფორმამ შეკრიბა და შეინივთა. სწორედ ეს მაძლევს შესაძლებლობას ვიხილო ჩემს წინაშე მდგომი რეალურად უხილავი არსება. ადამიანი უხილავია, იგი ჭეშმარიტად უხილავი არსებაა. თქვენ ყველანი ფიზიკური გარეგრძნობებისთვის უხილავი ხართ. რამდენი ადამიანია ამ ოთახში? გარკვეული შინაგანი მიზიდულობის ძალით მათ შეკრიბეს მატერიის ნაწილაკები და ჩვენ სწორედ ამ ნაწილაკებს ვხედავთ. ჩვენ მხოლოდ მინერალს ვხედავთ. აქ მსხდომი ჭეშმარიტად ადამიანური არსებანი თვალშეუვალნი, ზეგრძნობადნი არიან. ადამიანის ცნობიერი ცხოვრების ყოველი წუთის და წამის ამ აზრით გამსჭვალვა მიქაელის აზროვნების ხატსახე გახლავთ. ადამიანი არ უნდა წარმოვიდგინოთ როგორც განსაკუთრებული წესრიგით განლაგებული მინერალური ნაწილაკების კონგლომერატი. არც ცხოველთა და მცენარეთა მიმართ გვმართებს ასეთი ფიქრი. გამონაკლისია მხოლოდ მინერალი. უნდა შევიგნოთ, რომ უხილავ ადამიანურ არსებათა შორის გავდივართ ცხოვრებას. აი ეს არის მიქაელის სულისკვეთებით აზროვნება. ესე იგი, უნდა შევიგნოთ, რომ უხილავ ადამიანურ არსებათა შორის გავდივართ ცხოვრებას. აი ეს არის მიქაელის სულისკვეთებით აზროვნება. ჩვენ ვლაპარაკობთ ლუციფერულ და არიმანულ არსებებზე. ვლაპარაკობთ სულიერი იერარქიის არსებებზე, ანგელოზებზე, მთავარანგელოზებზე, არქებზე და ასე შემდეგ. ისინი უხილავნი არიან. ადამიანთათვის მათი არსი მათივე საქმეებით ცნაურდება. ზოგი მათგანი აქ ჩვენს შეხვედრებზეც იქნა განხილული. ჩვენ ვისწავლეთ ამ მზე არსთა ამოცნობა მათი ქმედებების მიხედვით. ხოლო რაც შეეხება ადამიანს ფიზიკურ სამყაროში, მისი ამოცნობა შესაძლებელია იმის წყალობით, თუ უბრალოდ იმის წყალობით, რომ თავისი მინერალური ნაწილაკების განსაკუთრებული განლაგებით იგი ადამიანის მაგვარ ფორმას იღებს.
მაგრამ ეს მხოლოდ ერთ-ერთი ქმედება ადამიანის არსების. თავად ის ფაქტი, რომ ჩვენ ვიკვლევთ არიმანის და ლუციფერის, ანგელოზების, მთავარანგელოზების, არქების და ასე შემდეგ მოქმედებას, მიგვანიშნებს, რომ ეს არსებები სხვა ხერხებითაა თუ საშუალებებით, სხვა ხერხებით თუ საშუალებებით უნდა შევიმეცნოთ სახელდობ, როგორც ზეგრძნობადი არსებები. საკუთრივ ეს გახლავთ განსხვავება ჩვენსა და მათ შორის, თუ კი გონივრულად ვიაზროვნებთ ადამიანის არსის მიმართებით. შემეცნება იმისა, რომ ადამიანი თავისი არსით არ განსხვავდება ზეგრძნობად არსებათაგან, მიქაელის სულისკვეთებით აზროვნებას ნიშნავს. ადამიანს შეეძლო ერთგვარად უგულებელყო ეს შეგნება მანამდე, სანამ ჯერ კიდევ რაღაცას იღებდა მინერალური სამყაროდ. მაგრამ მას შემდეგ, რაც მინერალური სამყარო დაღმავალი განვითარების გზას დაადგა, ადამიანმა თანდათან უნდა მიაღწიოს როგორც საკუთარი არსის, ასევე მთელი სამყაროს სულიერ შემეცნებას. მე-19 საუკუნის 70-იანი წლებიდან ადამიანში სულ უფრო და უფრო მტკიცდება ის შინაგანი ძალა და უნარი, რომლის მეშვეობითაც მას ხელეწიფება განაღვივოს შეგნება, რომ იგი არ წარმოადგენს რაღაც ნივთიერებათა ორგანიზებულ კონგლომერატს, არამედ ზეგრძნობადი არსებაა და მატერიის ეს ნაწილაკები მხოლოდ და მხოლოდ ერთგვარი ჟესტია, ერთგვარი გარე გამოხატულებაა მინერალური სამყაროსი, რომელიც მხოლოდ ასე უნდა განისაზღვროს. აი, აქ იმყოფება ადამიანის არსება. მხოლოდ არიმანული ზემოქმედების წყალობით, რომელიც ერთ-ერთ წინა ლექციაში იქნა აღწერილი და დახასიათებული, უარყოფდა და განირიდებდა ადამიანი ამ შინაგან შეგნებას. ადამიანის ცხოვრებაში ყოველივე ერთი მეორისგან გამომდინარეობს და გზაკვლავნეულის დარად დაბორიალობს ადამიანი იმ შეგნებით, რომ იგი მიწიერი, გრძნობადი არსებაა და არა ზეგრძნობადი. ასევე ცდება იგი ბევრ სხვა საკითხშიც. ლაპარაკობენ ევოლუციაზე და მიაჩნიათ, რომ ყოველივე უწყვეტ ერთი მეორისგან გამომდინარე პროგრესირებად განვითარებას განიცდის. მაგრამ როგორც ითქვა, ამგვარი განვითარება შეუძლებელია და ამის თვალსაჩინო მაგალითია ის, რაც ჩვენს შენობაში, გოეთეანუმში მხატვრულად არის წარმოდგენილი. როდესაც კაპიტელიუმის ფორმებს ვანვითარებდი, პირველ, მეორე და მესამე კაპიტელში აღმავალი ევოლუცია უნდა წარმომეჩინა. მეოთხეში შუალედური, მეხუთედან დაწყებული, მეექვსესა და მეშვიდეში თანდათანობითი დაღმავალი ევოლუცია წარმოსახე. ვინაიდან აღმავალი განვითარება გარკვეული წესრიგის თანახმად უკუ განვითარების ილუსტრირებით უნდა დამისრულებინა. სწორედ ამ დაღმავალ ევოლუციას განიცდის ადამიანის თავი. დანარჩენი სხეული ჯერ კვლავ აღმავალი ევოლუციის სტადიაშია. ვისაც სწამს, რომ ევოლუცია უწყვეტი აღმავლობაა, ჭეშმარიტ რეალობას შორდება და ფაქტიურად ჰეკელის აზრს იზიარებს, რომელიც სრულიად გაურკვეველი ცდომილებით შეპყრობილი ამტკიცებდა, რომ პირველჯერად მარტივი არსებები წარმოიშვნენ, ხოლო შემდგომი პროგრესის კვალდაკვალ უფრო და უფრო რთული და სრულყოფილი არსებები იქმნებოდნენ და ასე შემდეგ დაუსრულებლივ. ეს სისულელეა, ნებისმიერი პროგრესირებადი ევოლუცია გარკვეული მომენტიდან უკუქცევა და რეგრესირებულ ევოლუციაში გადადის. გარკვეული მომენტიდან უკუ იქცევა და რეგრესულ ევოლუციაში გადადის. ყოველგვარ აღმავლობას თან მოსდევს ცხრომა. ყოველგვარი აღმავლობა თავისთავად და თავისი არსით დაღმავლობისკენაა მიდრეკილი. კაცობრიობის ყველაზე საშიში და ვერაგი ცდომილება ის გახლავთ, რომ მას წარმოდგენაც კი არ ძალუძს თუ რა კავშირია პროგრესულ და რეგრესულ ევოლუციას შორის. ადამიანი ვერც კი ვარაუდობს, რომ ყოველგვარი აღმავალი განვითარება გარდაუვლად წარმოქმნის დაღმავალი განვითარების ტენდენციას. იმ მომენტიდან, როდესაც პროგრესული ევოლუცია უკუ იქცევა, ფიზიკური სულიერ განვითარებას იწყებს. ფიზიკურში სულიერის აღმავლობა ისახება, რამე თუ ფიზიკურის რეგრესირება სულიერი განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის. ადამიანის თავში არსებობს სულიერი განვითარების ერთგვარი შესაძლებლობა, პირობა. რადგან თავი, როგორც არაერთგზის ითქვა, რეგრესული ევოლუციის პროცესია და როდესაც ყოველივე ამას ჭეშმარიტების შუქჭრილში გავჭრეთ, ესე იგი დავინახავთ კავშირს ჩვენს ინტელექტსა და ლუციფერულ განვითარებას შორის,
მაშინ მართლაც და ჭეშმარიტად შევიმეცნებთ ადამიანის არსს და მასთან ერთად მთელ სამყაროს. რამე თუ მოვლენათა მართებული აღქმა დაგვარწმუნებს, რომ ჩვენს ინტელექტს, თუკი მას რეალურად საბოლოო მიზანს უნდა რომ მიგვაახლოს, ახალი იმპულსი ესაჭიროება. ქრისტეს პრინციპი უნდა წინააღუდგეს ლუციფერს, რომელიც ადამიანის ღვთაებრივ განსაზღვრული განვითარების გზიდან გადაცდენას ესწრაფვის. მე უკვე მოგახსენეთ, რომ ერთი მეორიდან გამომდინარე ყოველივე ერთმანეთთანაა დაკავშირებული. თანამედროვე ადამიანის შეცდომა ისაა, რომ იგი ღვთაებრივ არსებებს ლუციფერულ თვისებებს მიაწერს. ეს დომილება მას ისეთნაირად განაწყობს, რომ მაგალითად შვენიერების საქვით გამოხატულებაში მხოლოდ ცალმხრივად განჭვრეტს იდეალს. შვენიერების ხატი, როგორც ასეთი, ეჯგარეშია უნდა არსებობდეს, მაგრამ ისიც უნდა გავაცნობიეროთ, რომ როდესაც ჩვენ, როგორც ადამიანები, ანგარიში მივცემლად ვემონებით მშვენიერებას, ამით ჩვენს არსებაში კულტივირდება ძალები, რომლებსაც ლუციფერულ ფარიატერში შევყავართ. როგორც რეალურ სამყაროში არ არსებობს პროგრესული ევოლუცია, მასთან ორგანულად დაკავშირებული რეგრესული ევოლუციის გარეშე, ასევე არ არსებობს ცალმხრივი შიშველი შვენიერება. ასეთ სილამაზეს მხოლოდ ლუციფერი მოგვივლენს, როგორც სატყუარას, რათა მონუსხოს და დააბრმავოს ადამიანი, ამოაგდოს იგი მიწიერი ევოლუციის პროცესიდან, მოწყვიტოს დედამიწის განვითარებას. მსგავსად, იმ ურთიერთკავშირისა, რომელიც აღინიშნება აღმავალსა და დაღმავალ ევოლუციებს შორის, არსებობს ერთგვარი ხშირად უსასტიკეს დაპირისპირებამდე მისული ურთიერთმემართება მშვენიერებისა და უგანობასთან. უკეთო ქსურს ჭეშმარიტად ჩავწვდეთ ხელოვნების არსს. არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ ხელოვნებაში მთავარი და განმაპირობებელი უნდა იყოს მშვენიერების და უგვანობის ურთიერთბრძოლა. რამე თუ, როდესაც სილამაზესაც ვჭრეთ და უგვანობასაც და ამასთანავე წონასწორობის შენარჩუნებაც ძალგვიც, აი სწორედ მაშინ ჩვენ ჭეშმარიტი რეალობის ფარგლებში ვიმყოფებით და არა იმ ცალმხრივ ლუციფერულ არიმანულ რეალობაში, სად ყოფნაც ადამიანს არ ეგების. ეს კიდევ ერთხელ წავიკითხოთ ეს ადგილი, უკეთო ქსურს ჭეშმარიტად ჩავწვდეთ ხელოვნების არსს. არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ ხელოვნებაში მთავარი და განმაპირობებელი უნდა იყოს მშვენიერების და უგვანობის ურთიერთბრძოლა. რამე თუ, როდესაც სილამაზესაც ვჭრეთ და უგვანობასაც და ამასთანავე წონასწორობის შენარჩუნებაც ძალგვიც, აი სწორედ მაშინ ჩვენ ჭეშმარიტი რეალობის ფარგლებში ვიმყოფებით და არა იმ ცალმხრივ ლუციფერულ არიმანულ რეალობაში, სად ყოფნაც ადამიანს არ ეგების. მსგავსი იდეები კაცობრიობის კულტურული ევოლუციისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. თქვენ კარგად იცით, თუ რაოდენი ენთუზიაზმით ვლაპარაკობ ბერძნულ კულტურაზე. ძველ საბერძნეთში ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო მშვენიერების ცალმხრივად კულტივირება, რადგანაც იმ ხნად კაცობრიობა და სახელდობრ ბერძნები ჯერ არ იყვნენ დაღმავალ ევოლუციაში ჩართული, მაგრამ მომდევნო ეპოქის ადამიანისთვის მშვენიერების ანგარიშმიუცემელი თაყვანისცემა რეალობიდან გაქცევას ნიშნავს. ადამიანი თამამად უნდა დადგეს მშვენიერებასა და უგანობას შორის რეალური ბრძოლის პირისპირ. მან უნდა შეიგრძნოს და განიცადოს სამყაროსეულ ჰარმონიასთან შეპირისპირებული დისონანსები. ამის მეშვეობით კაცობრიობის განვითარებაში მკვიდრდება ცნობიერების შინაგანი წყობის მაფორმირებელი ძალა, რომელიც ჭეშმარიტად აგვამაღლებს და განგვარიდებს იმ ცდომილებას, რომლის ზეგავლენით დღევანდელი ადამიანი თავის არსს აცნობიერებს, როგორც მატერიის მინერალური ნაწილაკების ერთგვარ გროვას. მაშინ, როდესაც სინამდვილეში იგი მხოლოდ და მხოლოდ იზიდავს და იმითებს იმ ნაწილაკებს, ფიზიკური თვალსაზრისითაც კი შეიძლება ითქვას, რომ ადამიანის ეხლა მე შემეშალა პუნქტუაცია. ესე იგი, ამის მეშვეობით კაცობრიობის განვითარებაში მკვიდრდება ცნობიერების შინაგანი წყობის მაფორმირებელი ძალა. ძალა, რომელიც ჭეშმარიტად აგვამაღლებს და განგვარიდებს იმ ცდომილებას, რომლის ზეგავლენით დღევანდელი ადამიანი თავის არსს აცნობიერებს.
თავის არს აცნობიერებს როგორც მატერიის მინერალური ნაწილაკების ერთგვარ გროვას. მაშინ, როდესაც სინამდვილეში იგი მხოლოდ და მხოლოდ იზიდავს და ინივთებს ამ ნაწილაკებს. ფიზიკური თვალსაზრისითაც კი შეიძლება ითქვას, რომ ადამიანის არსებას არ ადევს მინერალური ბუნების გარე ფიზიკური ბუნების დამღა. ფიზიკური მინერალი მძიმეა, ხოლო ის, რაც მაგალითად მშვენიერი ცხოვრების განვითარებას განაპირობებს, აქ მხედველობაში არ მაქვს გონებრივი ცხოვრება. სუბუქია, როგორც ციტხეში მოთავსებული საგანი. ესე იგი, ფიზიკური მინერალი მძიმეა, ხოლო ის, რაც მაგალითად მშვენიერი ცხოვრების განვითარებას განაპირობებს, სუბუქია, როგორც ციტხეში მოთავსებული საგანი. სხვა საკითხებთან მიმართებაში არაერთ გზის აღმინიშნავს, რომ ტვინი სითხეში დაცურავს. ასე რომ არ ყოფილიყო, ტვინის სიძარღვები ზეწოლის შედეგად დაზიანდებოდა. ყველამ ვიცით, რომ არქიმედემ სწორედ მაშინ წამოიძახა თავისი ევრიკა, როდესაც წყლით სავსე აბაზანაში სხეულის უჩვეულო ამჩატებას მიაქცია ყურადღება. ამრიგად მშვენიერად ჩვენ ცხოვრობთ, როგორც არსებები, რომლებიც ზე მივიზიდებით, რაც განპირობებულია იმით, რომ სითხით გარემოცული ტვინის სიმსუბუქეს იძენს. ჩვენ ცხოვრობთ იმის მეშვეობით, რაც დედამიწიდან გვწყვეტს, დედამიწას გვაშორებს. დღეს თანამედროვე ფიზიკური კვლევის ხერხებითაც შეიძლება ამის დამტკიცება. მაგრამ რაზეც ამ სამ ლექციაში მსურდა მიმეთითებინა უწინარეს ყოვლისა, შემდეგი გახლავთ. თანამედროვე ცხოვრებასთან უშუალო შეხებისას ადამიანი საჭიროებს სამშვენიველის ისეთ წყობას, რომლის პირობებშიც იგი შეძლებს თავის უშუალო გარემოში, რეალური ცნობიერი ცხოვრების ყველა მომენტში აღიქვას ზეგრძნობადი და არ მიეცეს ილუზიას, რომ ადამიანის არსება რეალურია. რაკიღა მისი თვალით დანახვა შეიძლება, ხოლო სულები არარეალურნი არიან, რადგანაც მათ ვერ ვხედავთ. რამე თუ ჭეშმარიტება ის გახლავთ, რომ ჩვენ საკუთრივ ვერც ადამიანებს ვხედავთ. ეს არის შეცდომა, ილუზია. ჩვენ მხოლოდ გონია, რომ ადამიანებს თვალით ვხედავთ. აქ ჩვენ არაფრით განსხვავდებით უმაღლესი იერარქიის არსებათაგან. თანამედროვე კაცობრიობის ამოცანაა ჩაწვდეს და არსობრივ შეიმეცნოს მსგავსება უმაღლეს იერარქიათა არსებებსა და ადამიანებს შორის და ასევე მცენარეებსა და ცხოველებს შორის. ეს ამოცანა მთელი სიცხადით დგას თანამედროვე კაცობრიობის წინაშე. ესე იგი, ეს ამოცანა კიდევ ერთხელ წავიკითხოთ. თანამედროვე კაცობრიობის ამოცანაა ჩაწვდეს და არსობრივ შეიმეცნოს მსგავსება უმაღლეს იერარქიათა არსებებსა და ადამიანებს შორის, ასევე მცენარეებსა და ცხოველებს შორის. გავაგრძელოთ. ჩვენ ვამბობთ, რომ გოლგოთას მისტერიის წყალობით ქრისტეს იმპულსი დედამიწის განვითარებაში და უწინარეს ყოვლისა კაცობრიობაში შემოვიდა და დედამიწას შეენივთა. მაგრამ ადამიანები ამას ვერ ხედავენ. ჩვენ ამას ვერ ვხედავთ, განაცხადებენ ისინი. დიახ, მათ არ ძალუძთ იხილონ ეს, სანამ თავს იტყუებენ თვით ადამიანის არსის თაობაზე, სანამ ადამიანში ხედავენ რაღაც ისეთს, რაც სრულიად არ შეესაბამება სინამდვილეს. და აი, რაწამ ეს ყოველივე გაცნაურდება როგორც არაოდენ თეორია, არამედ სამშვენიველის წიაღ, რეალურ, ქმედით ჭეშმარიტებად გარდასახული, ადამიანის ზეგრძნობადი არსის განჭვრეტის ძალის და უნარის მომნიჭებელი, იმიერიდან ჩვენს არსებაში ჩვენვე ყველგან და ყველაფერში ქრისტეს იმპულსის აღქმის უნარს გავაღვიძებთ და შესაძლებლობა მოგვეცემა სრული სიმტკიცით განვაცხადოთ. ნუ ეძებთ მას გარე გამოვლინებაში, იგი ჩვენ შორის სუფევს. მაგრამ ადამიანებს მორჩილების და თამდაბლობის გამომუშავება გვმართებს, რამე თუ ამის გარეშე დაუჯერებელია, რომ შეგნება ადამიანს რომ აღიქვამს როგორც ზეგრძნობად არსებას, მართლაც და რაიმეს ნიშნავდეს. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ამ ჭეშმარიტებას მხოლოდ თეორიული აღიარებაც ბევრს არას შეგმატებს. მაგრამ თუ კი ჩვენ, მთელი ჩვენი შეგნებით, მთელი ჩვენი არსით, გვწამს და გვჯერა, რომ ადამიანი, რომელიც ჩვენს წინაშე დგას, არ არის რეალური და ეს აზრი ჩვენთვის მართლაც უპირობოდ ჭეშმარიტია, აი მაშინ ამას მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი მშვენიერი წყობა ისეთია, ჩვენი მშვენიერი წყობა ისეთია, როგორც უნდა იყოს. ალბათ მშვენიერი უნდა ეწეროს.
დავუშვათ, რომ მშენებლობაზე აღმოჩნდით. სხვადასხვა საშენი მასალის ნარჩენები მოაგროვეთ, ოსტატურად აახუხულავეთ და ისეთნაირად მოგაქვთ, რომ თქვენ თვითონ აღარც ჩანხართ. მოჩანს მხოლოდ აგურის ნამტვრევები და ხის ნატეხები და ტოტები. იმედია, იმას არ იტყვით, რომ ის, რაც მოგაქვთ, რასაც თქვენივე მეშვეობით რაღაც ფორმა მიეცა, არის ადამიანი. ეს მაგალითი დიდად არ განსხვავდება იმისგან, რაც გარკვეული წესრიგით განლაგებულ მინერალურ ნივთიერებათა თაობაზე ითქვა. სწორედ ასეთნაირად აღიქვამენ თქვენი ნაცნობები. თქვენც იმეორებთ. ეს მინერალური სუბსტანციები, რა კი ღამე მათ ჩემი საკუთარი თვალით ვხედავ, ადამიანი გახლავთ. რეალურად კი ეს მხოლოდ ჟესტია, რომელიც ნამდვილ ადამიანზე მიანიშნებს. უკეთ უქრისტიანობამდელ ეპოქას დავუბრუნდებით, დავინახავთ, რომ დედამიწაზე ღვთითმოვლენილი არსებები თვალით ხილულნი იყვნენ. ისინი იმგვარად იხსნებოდნენ ადამიანის წინაშე, რომ ადამიანს შეეძლო მათი აღქმა. ყველაზე უდიადესი ღვთითმოვლენილი არსება, რომელმაც დედამიწაზე იცხოვრა, იყო ქრისტე, რომელიც მარტო რაიმე შემწეობის გარეშე უდიდეს მიწიერ მოვლენაში გაცხადდა. დღეს ჩვენ მიქაელის გამოცხადების ეპოქაში ვცხოვრობთ. ეს გამოცხადება სახეზეა ისევე როგორც სხვა დანარჩენი გამოცხადებები, მაგრამ ეს გამოცხადება ადამიანისთვის არის რაღაც იძულებით, ვინაიდან ამიერიდან იგი თავისუფლების ეპოქაში შევიდა. შეცდომა დავუშვი, ეს გამოცხადება ადამიანისთვის არ არის რაღაც იძულებითი, ვინაიდან ამიერიდან იგი თავისუფლების ეპოქაში შევიდა. ეს გამოცხადება სახეზეა ისევე როგორც სხვა დანარჩენი გამოცხადებები, მაგრამ ეს გამოცხადება ადამიანისთვის არ არის რაღაც იძულებითი, ვინაიდან ამიერიდან იგი თავისუფლების ეპოქაში შევიდა. ჩვენ უნდა მივეწაფოთ მიქაელის გამოცხადებას. ჩვენ უნდა შევემზადოთ, რათა მიქაელმა გარდმოგვივლინოს უმძლავრესი ძალები, რომლებიც უშუალოდ მიწიერ გარემოცვაში შეგვაძლებინებს ზებრძნობადის აღქმას. ნუ განვუდგებით, ნუ უარყოფთ იმის შემეცნებას, რასაც მიქაელის ეს გამოცხადება მოასწავებს. მოასწავებს როგორც თანამედროვე, ასევე მომავალი ადამიანისთვის. უკვე თუ ადამიანი თავისუფლების გზით მიახლება მას. ნუ უარყოფთ შემეცნებას და აღიარებას იმ ფაქტისა, რომ თანამედროვე ადამიანები სოციალური საკითხის გადაჭრას წარსულის გადმონაშთი შეგნების მდგომარეობიდან ცდილობენ. ის, რაც ძველი შეგნებით უნდა გადაწყვეტილიყო, კარგახანია გადაწყდა, განხორციელდა. დედამიწა დაღმავალი ევოლუციის ფაზაშია. დღევანდელ მოთხოვნებს წარსულის გადმონაშთი მოსაზრებებით ვერ გადავჭრით. ეს პრობლემები ახალი სულიერი წყობის კაცობრიობამ უნდა გადაჭრას. ჩვენი ამოცანაა ვიმოქმედოთ ისეთნაირად, რომ ეს ახალი სულიერი წყობა ხალხში გავრცელდეს და განიფინოს. ჩვენ მოწმენი ვართ იმისა, რომ ადამიანები 1000 წლეულობით ნაკვები და ნაპატივები წარმოდგენებისგან ვერ თავისუფლებიან. თითქოს და ერთი ვეება კოშმარი გვაწევს სულზე. დღეს აშკარაა, თუ როგორი იოლად თითქმის ავტომატურად ეპარება ადამიანებს უკვე ყოველგვარ შინაარს მოკლებული, სიტყვიერ ნაჭუჭად ქცეული 1000 წლიანი წარმოდგენების მონაგარი. სადაც არ გაიხედავ, ყველგან ადამიანის იდეალებზე ლაპარაკობენ, მაგრამ ამ იდეალებს არავითარი რეალური საფუძველი არ გააჩნია, მხოლოდ და მხოლოდ ხმამაღალი სიტყვებია. კაცობრიობას კი ახალი სულიერი წყობა ესაჭიროება. ოდესღაც კაცობრიობაში გაისმა მოწოდება გარდაქმენით თქვენი აღქმების და შემეცნების უნარი, რამე თუ ახლოვდება ჟამი. მაგრამ იმხნად ადამიანებს არ შეეძლოთ ძველი წვდომის უნარის შეცვლა და თუ კი დღეს ამ სიტყვებს განხორციელება უწერია, ეს მხოლოდ და მხოლოდ ახალი მშვენიერი წყობის პირობებში გახდება შესაძლებელი. ოდესღაც მიქაელმა ადამიანებს იაჰვეს ტრადიცია, იაჰვეს ზეგავლენა მოუტანა. წინა საუკუნის 70-იანი წლების მიწურვილიდან მიქაელის ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ ადამიანმა ქრისტეს იმპულსი აღიქვას ამ სიტყვის ჭეშმარიტი მნიშვნელობით. მაგრამ ჩვენც უნდა მივეგებოთ მას და მივეგებებით კიდეც, თუ კი ორ პირობას შევასრულებთ. ჩვენი პირადი მშვენიერი წყობის მიმართებით უნდა ითქვას, რომ საჭიროა გავთავისუფლდეთ გარკვეული ცდომილებისგან. არ მინდა დაგამძიმოთ მძიმე, უბრალოდ არ მინდა დაგამძიმოთ ვიწრო აბსტრაქციებით და ფილოსოფიური მოსაზრებებით, მაგრამ მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო კაცობრიობის განვითარების ერთ სიმპტომზე.
რომლის ნათელი მაგალითია ფილოსოფოსი კარტეზიუსი, რომელიც ახალი დროების გარიჟრაზე ცხოვრობდა. მას ჯერ კიდევ გააჩნდა რაღაც მოსაზრებები სულიერებაზე, რომელიც ადამიანის ნერვული სისტემის კვდომის პროცესში იჩენს თავს. მაგრამ ამავდროულად მან ასეთი სიტყვებით წარმოთქვა: მე ვაზროვნებ მაშასადამე მე ვარ. ესე იგი, ვარსებობ. ეს გახლავთ ჭეშმარიტების საპირისპირო აზრი. რამით როდესაც ვაზროვნებთ, ჩვენ არ ვართ. აზრი მხოლოდ ანასახია რეალობის. ჩვენ არ ვართ. აზრი მხოლოდ ანასახია რეალობის. ჩვენ ჩვენი აზროვნებით ურთულშუალოდ რეალობის წიაღში რომ ვიმყოფებოდეთ და აზროვნება რეალობის მარტოდან ანარეკლს რომ არ წარმოადგენდეს, არავითარი აზროვნება არ იარსებებდა. საჭიროა გავაცნობიეროთ, რომ თვისებრივად ჩვენი აზრების და წარმოდგენების სამყარო სარკისებრ, უკუფენილ, არეკლილ რეალობას წარმოადგენს. როდესაც ამ აზრს გავითავისებთ, ჩვენი არსების წიაღ რეალობის ახალ წყაროს მივაკლებთ. აი ამის თქმა სურს მიქაელს. ეს ნიშნავს, რომ უნდა ვეცადოთ სარკისებრი ანარეკლის შუქ ჭრილში შევიმეცნოთ ჩვენი აზრების სამყარო. მაშინ ჩვენი მუშაობა მიმართული იქნება ლუციფერული განვითარების წინააღმდეგ. რამე თუ ლუციფერი უწინარის ყოვლისა იმითაა დაინტერესებული, რომ ჩვენს აზროვნებაში შთაღვაროს თავისი სუბსტანცია, თავგზა აგვიბნიოს ცრუ წარმოდგენებით, დაგვაჯეროს, რომ ჩვენი აზრები სუბსტანციას ატარებს, მაშინ როდესაც აზროვნება არ შეიცავს სუბსტანციას, არამედ მხოლოდ ხატსახეებს. სუბსტანცია ჩვენ უნდა ამოვზიდოთ ჩვენი შეგნების სულ სხვა, გაცილებით უფრო ღრმა შრეებიდან. ეს გახლავთ პირველი პირობა, როდესაც ჩვენ შეგნებაში ნათლად გამოიკვეთება, რომ ჩვენი აზრები გარკვეულწილად გვასუსტებს და გვაუძლურებს. მაშინ მოვუხმობთ მიქაელის ძალას, რამე თუ მიქაელი ის სულია, რომელიც მიგვითითებს მასზე, რაც ჩვენსავე არსებაში თავისი სიძლიერით აზრს აღემატება. კიდევ ერთხელ დავიკითხოთ, რამე თუ მიქაელი ის სულია, რომელიც მიგვითითებს მასზე, რაც ჩვენსავე არსებაში თავისი სიძლიერით აზრს აღემატება. ახალი დროების ცივილიზაციამ ისეთნაირად გაგწრთნა, რომ ჩვენ უპირატესად აზროვნებას ვეყრდნობით. ამან ერთგვარად დააძაბუნა ადამიანი. რამე თუ აზრს იგი რეალობად მიიჩნევს, ჩვენ გონია, რომ აბსტრაქტულ ინტელექტს ვეყრდნობით, მაგრამ ეს წმინდა წყლის ილუზიაა. სინამდვილეში დღევანდელი ადამიანები მთლიანად ინტელექტის თავ დაუღწეულ ტყვეობაში ვიმყოფებით და ვერ ვაწვდით ჩვენი არსების სიღრმეებიდან ჩვენს აზრებს იმას, რითიც ეს აზრები უნდა იყოს დატვირთული. მეორე პირობა, რომელიც ჩვენს სურვილებსა და შესაბამისად ჩვენს ნებელობაში უნდა დავამკვიდროთ, იმ რეალობიდან მომდინარეობს, რომელიც უნდა შევიმეცნოთ როგორც ზეგრძნობადი. კაცობრიობას ძალზე ძვირად დაუჯდა ის, რომ გოლგოთას მისტერიის ზეგრძნობადი ხასიათი მთელი სერიოზულობით არ იქნა აღქმული. მე ხშირად მithქვამს ეს, ამასთან დაკავშირებით მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო ლიბერალი თეოლოგის ადოლფ გარნაკის მოსაზრებას. ბევრი ლიბერალი თეოლოგი დაუფარავად განაცხადებს, რომ არც ერთ ისტორიულ დოკუმენტში არ მოიძევება გოლგოთას მისტერიის რეალურობის დამადასტურებელი რაიმე ფაქტი. მართლაც შეუძლებელია იესო ქრისტეს არსებობა ვამტკიცოთ იმავე გზით, კეისრის ან ნაპოლეონის არსებობას რომ ვამტკიცებთ. რა არის ამის მიზეზი? მიზეზი ის გახლავთ, რომ გოლგოთას მისტერია კაცობრიობისთვის არის მოვლენა, რომელსაც მხოლოდ ზეგრძნობადი წვდომით შეიძლება მივეახლოთ. გარე გრძნობებით მას ვერ შევიმეცნებთ. იმისთვის, რათა ადამიანი ზეგრძნობაც გოლგოთას მისტერიის მეშვეობით მიახლებოდა, არ უნდა არსებულიყო ამ ფაქტის არავითარი გარე ისტორიული რწმუნება. ესე იგი, მეორე პირობა, ისე წავიკითხოთ. რომელიც ჩვენს სურვილებსა და შესაბამისად ჩვენს ნებელობაში უნდა დავამკვიდროთ. იმ რეალობიდან მომდინარეობს, რომელიც უნდა შევიმეცნოთ როგორც ზეგრძნობადი. კაცობრიობას ძალზე ძვირად დაუჯდა ის, რომ გოლგოთას მისტერიის ზეგრძნობადი ხასიათი მთელი სერიოზულობით არ იქნა აღქმული. მე ხშირად მithქვამს ეს,
ამასთან დაკავშირებით მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო ლიბერალი თეოლოგის ადოლფ გარნაკის მოსაზრებას. ბევრი ლიბერალი თეოლოგი დაუფარავად განაცხადებს, რომ არც ერთ ისტორიულ დოკუმენტში არ მოიძევება გოლგოთას მისტერიის რეალურობის დამადასტურებელი რაიმე ფაქტი. მართლაც შეუძლებელია იესო ქრისტეს არსებობა ვამტკიცოთ იმავე გზით, კეისრის ან ნაპოლეონის არსებობას რომ ვამტკიცებთ. რა არის ამის მიზეზი? მიზეზი ის გახლავთ, რომ გოლგოთას მისტერია კაცობრიობისთვის არის მოვლენა, რომელსაც მხოლოდ ზეგრძნობადი წვდომით შეიძლება მივიახლოთ. გარე გრძნობებით მას ვერ შევიმეცნებთ. იმისთვის, რათა ადამიანი ზეგრძნობაც გოლგოთას მისტერიის მეშვეობით მიახლებოდა, არ უნდა არსებულიყო ამ ფაქტის არავითარი გარე ისტორიული რწმუნება. ამრიგად ჩვენ მივუთითეთ ორ პირობაზე, რომელსაც უნდა ვესწრაფოდეთ და ესენია. პირველი, ჩვენს უშუალო გარეგრძნობად, ანუ ადამიანის, ცხოველთა და მცენარეთა გარემოცვაში მოქმედი ზეგრძნობადის შემეცნება. ესე იგი, ჩვენს უშუალო გარეგრძნობად, ანუ ადამიანის, ცხოველთა და მცენარეთა გარემოცვაში მოქმედი ზეგრძნობადის შემეცნება. ეს არის მიქაელის გზა. ხოლო ამ გზის გაგრძელება მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ სამყაროში, რომელსაც თავად შევიმეცნებთ და მის ზეგრძნობადობას ვაღიარებთ, უნდა ვიპოვოთ ქრისტეს იმპულსი. ყოველივე ზემოთქმულით მე იმავდროულად სოციალური საკითხის უღრმეს იმპულსებსაც ვეხები, რამე თუ აბსტრაქტული ერთი ლიგა ბრჭყალებშია ჩასმული, ინტერნაციონალურ პრობლემებს ვერ გადაწყვეტს. მსგავსი აბსტრაქციები დედამიწის მთელ კაცობრიობას ვერ გააერთიანებს, ხოლო ის სულები, რომლებიც ადამიანს ზეგრძნობადისკენ წარმართავენ და რომელთა შესახებაც მე აქ ვილაპარაკე, ადამიანებს აერთიანებს. კაცობრიობას ახლო მომავალში უმძიმესი ომები მოელის. ეს ომები, რომლებიც ჯერ მხოლოდ იწყება, საბოლოოდ მიწერი განვითარების ძველ იმპულსებს აბსურდამდე მიიყვანს. მაგრამ საქმე ისაა, რომ წარსულის ისტორიული ევოლუციის აფთიაქებში ამ ომების შემაკავებელი არავითარი პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სულიერი საშუალებები არ მოიძებება. რამე თუ დედამიწის ის ფერმენტები აზიასა და ამერიკას ერთმანეთის წინააღმდეგ რომ ამხედრებს და მთელი დედამიწის მომცველ ომს ამზადებს, სწორედ იმ წარსული დროიდან მომდინარეობს. ერთადერთი, რაც კაცობრიობის ევოლუციის ამ აბსურდულ წარმმართველობას უნდა დაუპირისპირდეს, არის ის, რაც ადამიანს სულიერებისკენ წარმართავს. მიქაელის გზა, რომელიც გაგრძელებას ქრისტეს გზაში ჰპოვებს.